ზამთრის ზღაპარი, ასე ქვია ბრიტანულ ქართულ ნამუშევარს, რომლის პრემიერაც ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე შედგა. კომედია ერთმოქმედებად იგნას კორნელისენის პიესის მიხედვით ბრიტანელმა რეჟისორმა დარეკ ისკანდერმა დადგა. დიდი იდეების განხორციელებას, რომ სივრცის მასშტაბები არ განსაზღვრავს, ამ დარბაზში მოსული სტუმრები აღარ დაობენ. მას პინძლებს კი ამ თავდაჯერებისთვის მხოლოდ 4 თვე დასჭირდათ. ზუსტად ამდენი ხანია, რაც სახელოვნებო სივრცეში ახალი სცენა გაჩნდა და ბათუმის დრამატული თეატრის დასმა ამ დროის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით 5 ახალი წარმოდგენის დადგმა მოახერხა. მასშტაბური იდეების მცირე სივრცეში ჩატევის პროფესიონალებმა ამჯერად ზამთრის ზღაპარი დადგეს. დარეკ ისკანდერის რეჟისურით, რომელიც ბათუმში ამ პიესის ავტორის სამშობლოდან ჩამოვიდა. ქართულ დასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან. უკვე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ქართველი მსახიობები წარმოუდგენლად ნიჭიერები, შრომის მოყვარეები და კრეატიულები არიან. სიამოვნებით წავიყვანდი ყველას ჩემს თეატრში, ინგლისში. უფრო ბევრად მაგარია ეს ადგილი, იმიტომ რომ თვალში ქვია ამ მოქმედებებს. მაყურებელი, რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე მეტრში გიზის და თვალებში უყურებს, რაღაც გამოცდის სახეა და მისი პროფესიონალიზმის უფრო მეტად გამომჟღავნების შანსია. ტექნიკას რომ არ ფლობდეს მსახიობი, აი ამ პატარა მონაკოჩი საერთოდ ვერ შეძლებს ვერაფერს. შექსპირის პიესის ეს ვერსია თავდაპირველად დრამატურგმა იგნას კორნელისენმა შექმნა. შედევრის ახლებური ინტერპრეტაცია კი სცენაზე ექსპერიმენტების მოყვარულმა ისკანდერმა დადგა. რეჟისორმა სპექტაკლ ზამთრის ზღაპარზე ბათუმურ დასთან 2 თვე იმუშავა. ბრიტანელ რეჟისორთან მუშაობა, სხვა სპეციფიკა მუშაობის, სხვა სკოლა, სხვა მოთხოვნებია. პრინციპში აბსოლუტურად იდენტურ ენაზე ლაპარაკობს როგორც ყველა რეჟისორი, მაგრამ აი რაღაცას სხვა მისასვლელი გზებია, აი სანამ პერსონაჟი ჩამოყალიბდება, როლი გაიხსნება, რაღაცა სხვა მეთოდიკა არსებობს ალბათ იქ ბრიტანეთში, თუმცა ეს აბსოლუტურად არ იყო ჩვენთვის მძიმედ დასაძლევი. პირველ რიგში ჩემთვის იყო საინტერესო, იმიტომ რომ მე პირველად ვთამაშობდი ბავშვებისთვის. ეს ძალიან რთულია. ბავშვი გააცინო, გაამხიარო, ეს მართლა ძალიან რთულია. და რაც შეეხება რეჟისორს, ესეც რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ უცხოელთან პირველად ვმუშაობდი. ზამთრის ზღაპარი ერთ-ერთია პროექტებიდან, რომლებიც ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ჩემი აზრით ეს იყო რაღაც ახალი სიტყვა ქართულ თეატრალურ რეალობაში. მიხარია, ვილოცავ დრამატულ თეატრს ამწარმოებას და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. წარმოდგენა მე თავად ძალიან მომეწონა, ძალიან ინოვაციური იყო, ინტერაქტიული მაყურებელთან. აღნიშნული სპექტაკლი დაიდგა ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას. ქართულ-ბრიტანული კოპროდუქციის საპრემიერო ჩვენება მომდევნო უქმეებზე გაგრძელდება.